ნუცუბიძის ქუჩის 77 ნომერში მცხოვრებლებმა მიმდებარე ტერიტორიის სარეკრეაციო ზონად გამოცხადების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილობრივების ინფორმაციით აღნიშნულ ტერიტორიაზე 4 მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება, რასაც 50 წლიანი ნაძვის ხეები შეეწირება. ამ ხანაგობის თავმჯდომარის თემურ ფირცხალაიშვილის განცხადებით მერია მოსახლეობას ტერიტორიის მწვანე ზონად გამოცხადებას დაპირდა, თუმცა დაპირება ჯერ არ შესრულებულა. მერიამ დაუკვირდა, რომ ამ ზონას, ამ გამწვანებულ წიწვოვან ნარგავებს მიანიჭებდა სარეკრეაციო ზონის სტატუსს. ეს გადაწყვეტილება მიიღო მერიის მიწის მოწყობისა და ტერიტორიების განაშენიანების საბჭომ 22 იანვარს. მერიამ დადო საიტზე, რომ ეს გადაწყვეტილება თანხმობა არის ჩვენი კორპუსების მიმართ და გაიგზავნება საკრებულოში დასამტკიცებლად. მაგრამ მერიის რომელიღაცა ვისაც ეხებოდა ამის გაგზავნა, არ გააგზავნა ეს გადაწყვეტილება. ერთი მხარე იძახის მოგვტებით არ დავთმობთ, მეორე მხარე იძახის მოგვტებით, მაგრამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ რა. მე მგონი, უნდა მოხდეს პრეცედენტი, რომ შეიძლება უბრალოდ დავждეთ მოველაპარაკოთ. საქართველოში აღშენებლობა ვისაც არ უხარია, ეს აბსურდია, მაგრამ გააჩნია როგორ აშენებენ და სად აშენებენ. აქციას თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძეც შეუერთდა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ მერია ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოს შესაბამისი წარდგინებით მიმართავს საკრებულო, მზად არის აღნიშნულ ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი მიანიჭოს. აქცია უფრო პრევენციულ ხასიათს ატარებს, ვინაიდან ჩვენ ხელთ გვაქვს მერიის გადაწყვეტილება, სადაც რომელშიც წერია, რომ საცხოვრებელი ზონა 6 სტატუსი ეხსნება ამ ტერიტორიას და სარეკრეაციო ზონა 1 სტატუსი ენიჭება. რაც თავისთავად გამორიცხავს იმ პროექტის განხორციელებას, რომლის გამოც აღილვებული არიან ადამიანები. მცდელობის მიუხედავად მერიაში ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთეს. თუ აღნიშნულ ტერიტორიას თბილისის მერია სარეკრეაციო ზონის სტატუსს არ მიანიჭებს, ნახევარსაუკუნოვან ნარგავებს მრავალსართულიანი კორპუსები ჩაანაცვლებს. დედაქალაქში კი ჰაერის დაბინძურების უმაღლესი მაჩვენებელი ფიქსირდება.